მარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. დავიწყოთ ჩვენი ამბები, არა? ჩვენ მოვდივართ ტეხასიდან და მივდივართ იუტაში. და გასვლაზე გავდივართ ნიუ-მეხიკოს. და ისი თქმა მინდა, ნიუ-მეხიკო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ შტატად ამერიკაში. ჩვენ რო გონია ხოლმე, აი ამერიკაზე რო არის ხოლმე თელი ლეგენდები რო დადის და თაფლი მოდის დიდი ძიძბინარეები მოდის და თაფლია ყველგან და ასე და ასე. უბრალოდ გავლით, გადავხედოთ აი როგორ სახლებში ცხოვრობენ ნიუ-მეხიკოში. და რა დონის როგორი ცხოვრების დონეა. ეხლა შეიძლება ჩაგვივარდეს ამე ვარიანტი გავჩერდეთ, მაგრამ მაინც უფრო ვინაიდან ჩვენ მანქანაზე ვზივარ და მანქანიდან უყურებთ ყველაფერს და შთაბეჭდილება შეგვექმნას, აი ასეთი საშუალება მოვიფიქრე რა, ნახოთ ღარიბი ხალხის შემოსავალი ამერიკის ერთ-ერთ შტატში, რომელსაც ქვია ნიუ-მეხიკო. მეხიკო როგორც ამერიკის ისტორიაში, როგორც სხვა შტატები, თავისთავად ემიგრანტები მოდიოდნენ, იწყებდნენ ცხოვრებას, ძირითადად ესენი მაინც მექსიკურ ან ლათინური ამერიკის ჯერ ადგილობრივი ხო ცხოვრობენ ეს ინდიელები რა. და მერე უკვე ისტორიულად წამოვიდნენ ეს მექსიკიდან წამოსული ლათინოსები და მერე კოლონიზაციები რომ მოდიოდა ევროპიდანაც მოდიოდა ხალხი. ეხლა თავისთავად ყველა შტატს აქვს თავისი დამახასიათებელი ბუნებრივი მახასიათებლები, ხო? ეხლა ეს არის ტრამალური ესეთი მშრალი. ეხლა ტეხასიც, ფაქტობრივად ტეხასიც ლანდშაფტიც ასეთია, ხო? მაგრამ ტეხასი მაინც როგორი განვითარებულია, ხო? ეხლა ფაქტობრივად ამ შტატებს თითქოს ერთნაირი ისტორია აქვს რა. ეხლა ტეხასში და ასეთ შტატებში მოდიოდა ხალხი წიაღისეულ, თავის ცხოვრების ასაწყობად, ხო? და თითქოს გადახედო ერთნაირი ისტორია აქვს, მაგრამ რა დაემართა ნიუ-მეხიკოს და რატოა ეხლა ასეთი ღარიბი ეს მხარე? ხო შეიძლება ხა როგორც ტეხასი ისე განვითარებული იყო, ხა ამათაც აქვს რაღაც წიაღისეული, რაღაცეები. მაგრამ რა მოხდა? თავისთავად ეს გახსოვთ ხო ტეხასი და ნიუ-მეხიკო ამერიკამ ეს ხო მექსიკელების კოლონია იყო და მერე უკვე 1855 წელს ამერიკა მექსიკის დროს ამერიკამ წაართვა ეს ტერიტორიები, ომით მოიგო, ომით დაიბრუნა ეს ტერიტორია, დაიბრუნა თუ დაიპყრო და დაიწყო განვითარება. ეხლა ძალიან ბევრი მეებში მე არ წავალ წიაღისეულებში, ისტორიის წიაღისეულებში. ჩვეულებრივად როგორც მიდიოდა ისტორია, ვითარდებოდა, მაგრამ უყურეთ რა მოხდა უკვე 1940-ან, 45-ან წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს უკვე ეს ატომური როგორ გითხრას ეს ატომური იარაღი რომ მოიგონეს და ეს რადიაციული ნივთიერებები გამოიყენეს შეიარაღებაში და ატომური ბომბი რო შეიქმნა, აი ეს თელი ცდილობები სანამ შეიქმნებოდა, ხო გახსოვთ ხო, ჯერ ამერიკამ შექმნა ეს პირველად ატომური ბომბი, რომელიც 45 წელს გამოიყენა და რითი დამთავრდა ეს მეორე მსოფლიო ომი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. თელი ეს გამოცდები და ეს ასაფეთქებელი, როგორ ვთქვათ, ეს ხო უნდა ამას ლაბორატორიული გამოკვლევა აფეთქებებს აწარმოებდნენ ნიუ-მეხიკოს ტერიტორიაზე. ეხლა ხო იცით თავიდანაც ეხლა სანამ გაარკვევ რა არის ისა, მთელი პროცესები მიდის, ხო? ეხლა ლაბორატორია ერთხელ აფეთქებენ, ორჯერ აფეთქებენ, სამჯერ აფეთქებენ, ერთ სიტყვით ნიუ-მეხიკო გახდა ამ ატომური ნეიტრონული ბომბების ასაფეთქებელი პოლიგონი. მერე უკვე ცივი ომის პერიოდი რო წავიდა, ჩემი თაობის ხალხს ეხსომება, აქედან ამერიკა იარაღდებოდა ატომური ელექტროიმითი შეიარაღებას აწარმოებდა რაკეტებს, აქეთ ჩვენ საბჭოთა კავშირი და მიდიოდა გამალებული შეიარაღება. შეიარაღებას თავისთავად ისევ ეს ლაბორატორიული
ეს აფეთქებები და კვლევები მიდიოდა ეს ნიუ-მეხიკოში. მე უკვე რო შეწყვით ეს მე როგორ დამთავრდა ხო ეხლა მონიტორინგია და ეხლა ამერიკასაც ეგზალება ატომური ბომბების წარმოება და დღევანდელ რუსეთსაც. ახლა არ ვიცი ეხლა სინამდვილეში რა ხდება, ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ ჩუმჩუმად აწარმოებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს მაშინ ეს რეიგანი და გარბაჩოვი რო ხდებოდნენ, კონტრაქტი მოაწერეს იმას, რომ აფეთქებები აღარ გააკეთონ. ამერიკელები აფეთქებებს და ამ გამოკვლევებს აკეთებდნენ ამ ნიუ-მეხიკო შტატში და რუსები და საბჭოთა კავშირი ყაზახისტანის ტერიტორიაზე. რა ქვია, სემიპალატინსკი რო არის, ეს სადაც რაკეტებს უშვებდნენ კოსმოსშიც. როგორც მახსოვს, გონი 1987 წელს მოაწერეს ხელი და ამას დღემდე მისდევენ. და ერთ-ერთი პირობა იყო ისიც, რომ ნატო არ უნდა წასულიყო რუსეთის მხარეს და რის გამოც არის ასეთი მთელი ამბები რა. ეხლა ნატო სხვა თემა, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქვეყანამ შეწყვიტა ამ ატომური ბომბების აფეთქება და კვლევები. დღევანდელ დღესაც ხო ეხლა ირანს ატო ებძვიან, რომ ირანს აქვს პრეტენზია ატომური ბომბები თუ ასე ვთქვათ, საშუალება განავითარონ და მთელი მსოფლიო ირანსაც უყურებს, ხო? ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური მომენტია ამ ატომური შეიარაღების გარშემო. პოლიტიკა და გავაგზავნოთ ის, რასაც ვამბობდი, ხო და აი ამ აფეთქებებს რო აკეთებდნენ ნიუ-მეხიკო და ნევადაშია 1-2 ბომბა აფეთქებული, გამოკვლევები ხან მიწის ზემოთ, ხან მიწის ქვემოთ და სამწუხაროდ თავიდან ხო არ იცოდნენ, მაგრამ ამ აფეთქებებამ და ამ პროცესებმა გამოიწვიეს რაღაც დიდი რადიაცია. იმდენად საშინელი რადიაცია, რომ უკვე ხალხი ცუდად ხდებოდა, ეს სისხლის გათეთრება, მთელი ჯანმრთელობის პრობლემების ბუკეტი შეიქმნა. და ესა ხო იცით, ახლა მაინც ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა. აი, ეხლაც კი არის საწარმოები და რაღაცები, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები მახსოვს, თქვა 1900 სიტყვაზე 50 წელს თუ ცხოვრობდა ნიუ-მეხიკოში. ეხლა სიტყვაზე მე სტატისტიკას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ წავიკითხე, თუ ცხოვრობდა 10 მილიონი ადამიანი, უკვე რაღაც 1980 წელს უკვე ამ დაიცალა და 10 მილიონიდან დაიცალა და გახდა 3 მილიონი. ესე იგი, ბუნებრივია ხა მეც რო ვიყო, რატო ვიცხოვრებ რადიაციურ იმაში, გარემოში და ბევრმა მოსახლემ დატოვა ეს ნიუ-მეხიკო და აი იქიდან აი ნიუ-მეხიკო ცდილობს განვითარდეს, მაგრამ ვერ არა, ეხლა კი ხალხი ცხოვრობს, ხალხი არის, მაგრამ მაინც დიდი იმით ენთუზიაზმით და იმით არ არიან რა. აქედან გამომდინარე მე ნიუ-მეხიკო აი უმეტესი კინოები, ერთ-ერთი ჰოლივუდის ფილმები ძალიან ხშირად იღებენ აქ, ერთ-ერთი შემოსავალია და ძალიან მცირე შემოსავალი აქვს, არა, კი არის შემოსავალი, მაგრამ ეს მუშახელი არ ყოფნით და დიდი პრობლემაა რა. ასეთივე პრობლემაა, როგორც ვიცი, ეხლა ის სემიპალატინსკი ყაზახსტანს ეკუთვნის, მაგრამ იქაც დასახლება არ არის, იმიტომ იქაც რადიაცია და დღემდე უკვე ეს ავადმყოფობები და მთელი ამბები დღემდე მოყვებათ იმ ყაზახსტანის იმ დასახლებას რა. ვინაიდან ჩვენ ახლა ამერიკაში ვარ და ნიუ-მეხიკოზე ვსაუბრობ, აქედან გამომდინარე აი ეს მომენტი მოხდა აქაც და იმიტომ აი ესეთი გაპარტახებული და რა მიგდებული და რა ვიცი. ახლა რა თქმა უნდა, ახლა ამერიკის ისტორიაა, რომ გაჭირებული ხალხი ფინანსური პრობლემები რო აქვს, თქვათ იმ თავიანთ ქვეყნებში, ამერიკაში მოდიან და ახლა გადასახადები აქ ძალიან მიზერულია. რა ვიცი, $500 და $300 შეიძლება პატარა მიწური სახლი იყიდო და ცხოვრობს ხალხი ახლა ამხელა მსოფლიო და ბევრი ადამიანი მოდის, არ დაგიდევს იმ რადიაციას, მაგრამ ეს ფაქტურად ეს დასახლება მაინც ისეთი განათლება არ აქვს ახლა ინფორმაცია. შეიძლება აქვს ინფორმაცია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს და აი ესეთ სახლებში ცხოვრობენ რა. მიგდებული და რაღაცას აკეთებენ რა. რაღაცას გულისხმობ არის სამსახურები, მაგრამ მაინც ადამიანებიც აი ესეთი ვაჯული ადამიანები დადიან, აი ხა მერთმა ყველას
ხელი მოუმართეს, მაგრამ აი შვილებიც რო არიან ეს რაღაცნაირად. კი ახლა ლათინოსები და ეს მექსიკელებს ვეძახით ჩვენ მაგათ, მაგრამ აი ფიზიკურად ეთყობათ, რომ ნაკლი აქვს, ნაკლი და ეს ყველაფერი არის რადიაციის ბრალი. დღემდე კი ვითომ მალავენ და რაღაცა, მაგრამ აი ჰაერში და იმაში წყალი ჭუჭყიანი, ნიადაგი ჭუჭყიანი ეს რადიაცია დალექილია და ადამიანებზე მოქმედებს. ავისთავად რეალურად ალბათ ჩვენც რო დავდივართ, ჩვენც მოქმედებს ჩვენზე, მაგრამ ეხლა ჩვენ შემოდივართ, მაგრამ ეხლა მაგის შიშით ეხლა რო დაფიქრდე თემ სოფლიოშია და თენ დედამიწაზეა რადიაცია გავრცელებული, მაგრამ ის გულითის ხო არ გაჩედები სახში, ხო არ დაემალები და ამ იმით უბრალოდ აქ ძალიან დიდი რადიაცია. ასევე დიდი რადიაცია ვაიომინგში, იქ სადაც უკვე წიაღისეული მოაქვს, ჩვენ გვილაპარაკია ვაიომინგის შესახებ. მაგრამ ზოგადად, კი ვიძახით ჩვენ ცივილიზაცია, განვითარება, მთელი ამბები, მაგრამ რადიაცია. თუნდაც იგივე არ არის ჩვენთან ახლა ეს რა ქვია იმას სომხეთში რო ატომური ელექტროსადგური რო არის რა, იქ რადიაცია არ არის? რამდენჯერ ეკოლოგისტები და ბუნების დამცველები მაგაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მოგეხსენებათ ფული მოგება მასეთ რაღაცებს სამწუხაროდ არ ითვალისწინებს ხოლმე. გამახსენდა, როგორ მახსოვს, აი მცხეთისკენ რომ მიდიხარ და სალობიედან რომ მოდიხარ და იქ მარჯვენა არის 4 სართულიანი შენობაა რა. და როგორ მახსოვს, მგონი 70-იან წლებში იყო სკანდალი გაზეთ კომუნისტში იწერებოდა, მერე დამალეს ბოლო გვერდზე, მაგრამ ხალხში მაინც გავრცელდა. იაპონელი სტუმრები იყვნენ ჩამოსულები და რო გაიარეს ამ თემაზე, ამ გვერდზე, ამ შენობასთან იაპონელებს გახსოვთ მაშინ მაინც ატომური ბომბი ნაგასაკი და ხირომაში იმაში რო ააფეთქეს, მერე იმის შემდეგ სულ რაღაცა აპარატი დადიოდნენ და ავტობუსით იყო და აწრიპინდა ეს მთელი აპარატები, თუმე ასეთი პატარა რაღაცეები ქონია და სადაც მიდიოდნენ ამ რადიაციას ზომავდნენ და იმხელა რადიაცია იყო იქა. უცბად მოითხოვეს ამ იაპონიის დელეგაციის უპროფესორს ჩქარა დატოვეთო საქართველოს და წამოდითო. და მაშინ კომუნისტები რო იყვნენ, ერთი ამბავი ატყდა, რა მოხდა და მოხდა ის რომ ეხლა დგას ის 3 სართულიანი შენობა, 4 სართულიანი შენობა იყო უბრალო ლაბორატორია, სადაც მიდიოდა გამოკვლევები. მე დოკუმენტური ფილმიც ვნახე, მე 90-იან წლებში უკვე ძლივს გაიტანეს და მაშინ აქტიურად მუშაობდა ეს ექსპერიმენტებს აკეთებდნენ ის ურანის და რადიაციული მებზე, რაღაც ლაბორატორია იყო და არანაირი ელექტროსადგური, ატომური სადგური, არა უბრალოდ ლაბორატორია, ფიზიკოსები იყვნენ და გამოკვლევებს აკეთებდნენ. და იმ პატარა გამოკვლევებში პატარა ნაწილი იყო, იმხელა რადიაცია იყო მთელ მცხეთას და თბილისს ფარავდა, რომელიც ყველანაირ ნორმებს გადაჭარბებული იყო და იაპონელებმა რო დაინახეს ეს გაგიჟდნენ და მეორე დღესვე დატოვეს თბილისი. წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირი ხომ აი როგორი დახურული ქვეყანა იყო და რა რადიაცია ტრიალებდა სანამ იქ გონი როგორც ვიცი 20-30 წელი მიდიოდა აი გამოკვლევები და როგორც მახსოვს 91-92 წლებში ის ნარჩენების გატანა იყო ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ნარჩენების პრობლემა მაგაზე ძალიან დიდ ფულს იხდიან, რომ რომელიმე ქვეყანა დათანხმდეს, რომ ეს ნარჩენები დაიტოვოს. აი გახსოვთ კინოც რო იყო კატანი იქაც რო იყო იტალია თუ ეწინააღმდეგება და თუ საფრანგეთის ეს ნარჩენი, საფრანგეთში ხო ბევრი ატომური სადგურებია, ატომური ელექტროსადგურების ნარჩენის დაფლობა არის ძალიან დიდი პრობლემა, ამაში ძალიან დიდ ფულს იხდიდნენ. ერთი პერიოდი მახსოვს კიდევაც ერთი სკანდალი იყო, მიშა რო იყო პრეზიდენტი, საფრანგეთმა ძალიან დიდი ფულის შესთავაზა, არ ვიცი ახლა მე რაც ვკითხო, რაც გაზეთში მაქვს აკითხული, დიდი ფულის შესთავაზეს საქართველოს, რომ ეს ნარჩენები აქ წამოიღოთ ევროპიდან და მაშინ აწყდა ერთი ამბავი და კიდე კაი ეს ამბავი შეჩერდა. ციფრით ეს კი პროგრესია არა და როგორც ვიცი, დედამიწის ძალიან იაფიჩდება რადიაციული ნივთიერებებით
ელექტრონის გამომუშავება, მაგრამ როგორც ვიცი 70% თუ 60% დედამიწის ელექტრო მომარაგება რადიაციული, ანუ ატომური ენერგიის გამოყენებით ხდება. ფუკუიამაში რომ მოხდა ხო იაპონიაში როგორ არის და დღემდე ცოტა გერმანია ისია შეშინებული, მგონი რაც კი ატომური ბომბი ის ჰქონდათ. აქვეა ელექტროსადგურები ყველაფერი დაკეტეს და ცალკე პრობლემა ექნებათ, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა მიიღონ ენერგია არ აღდა, ეხლა ფიქრობენ რა. მაგრამ ალბათ ისე მგონი მაგ ატომური ენერგიის გამოყენებას დაიწყებენ. აი იმ დროს წავიკითხე კიდე და მაგაზე მიდის ძალიან დიდი მსჯელობა, იმიტომ რომ იქიდან რუსეთიდან იაფის არ არის ნედლი და ნუ ერთ სიტყვით მიდის პრობლემა ისევ განავითარო თუ არა ეს ატომური ელექტროსადგურები. კარგია, რა თქმა უნდა, დენი კარგია, ის სიკეთეები კარგია, მაგრამ ეს რადიაცია საშინელებაა და აი ნახეთ ახლა როგორ გადახუკულია ეს აქაურობა. რა ვიცი ახლა თუ ნახეთ აი როგორ სახლებში ცხოვრობენ, ნუ ახლა მე იმიტომ კი არ ვამბობ რომ რაღაც უარყოფითა თქვა, მაგრამ მე იმას ვაჩვენებ რაც არის. ნუ ფაქტია რომ ეს პრობლემა მეცნიერებში და წარმოებლებში, იმიტომ რომ ელექტროენერგია დღითიდღე მისი მოხმარება მატულობს და ამ პრობლემაზე ძალიან ინტენსიურად ფიქრობენ და რა ვიცი მოქმედებენ და 1000 ვერსიებია. ნუ ხა მე ვერ დავდებ ხა ცოდნაც არა მაგდენი, მაგრამ ვიცი რომ რაღაც კვანტური რაღაც სხვა ელექტრო იმას ენერგიის წყაროებს უკვე იპოვეს და შეიძლება მეცნიერება სხვა საშუალებებით გამოიმუშაონ ელექტროენერგია. ენახეთ როგორ სახე, ერთი სახე, მიწური სახლი, მეორე მიწური. ამას ძროხები ყავს. ესე ძროხას რო ჭამს, ალბათ თავისებურად რადიაციას მიიღებს და მერე უკვე კვებაში გადმოდის. ნუ არ ვიცი, ახლა მე ესეთი თემაა, რომელსაც ახლა ვერ დავიკვეხნი. ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შტატი ნიუ-მექსიკო ვერადავერ ხერზე ვერ დგება რა, ესე იგი ეს 30-40 წელი რო ხდებოდა გაფეთქებები, აი შედეგი დღემდე მოყვებათ. ხა ჩვენ წინა ვიდეოშიც ხო ნახეთ ნევადაში რო გავიარეთ, სადაც ბუნკერები, ალბათ იქაც რადიაცია. ნუ იქ სამხედრო დანიშნულების არის რა. საშინელება როა ფაქტია, მაგრამ სხვათა შორის იმ დღეს წავიკითხე თლათ ისეთი საშიშიც არ არის. ხო მე წინა ვიდეოშიც ხო ვამბობდი, აი მე 1-3-4 მეგობარი, ნუ ნაცნობი მყავს, ვისთანაც მეგობრობ, თბილისში ჩერნობოლის ლიკვიდაციაში იღებდნენ მონაწილეობას, ჩვეულებრივად უკვე ასაკში 85 წლამდე ჩვეულებრივად იცხოვრეს. კი, რაღაც დახმარებებს იღებენ, მაგრამ ვერ იტყვი რომ რადიაცია ვერ მიიღეს. უშუალოდ იმ შუა გულში იყვნენ იმ ჩერნობილის ცენტრში, მაგრამ და მოახერხა 85 წელი პატარა ასაკი არ არის, ხო? და იმ დღესაც ვკითხულობდი რომ თლათ მასეც არ არისო რა. ნუ არ ვიცი. ვერ გეტყვით, ამ ფაქტია აგე რა, ნიუ-მექსიკოს ამბავში რადიაციამ რა დღეში ჩააყენა ეს შტატი. მათაც შორის, აი ხო ამდენს დავდივარ, ეხლა ვიხსენებ, ხო? აი ხო რაღაცები მუშავს, მაგრამ მე ნიუ-მექსიკოდან არაფერი არ მაქვს წამოღებული რა. არც სოფლის მეურნეობის პროდუქტია, არც რაღაც საწარმო. საინტერესოა რა. ნუ მოკლედ და კონკრეტულად ნუ არ არის განვითარებული ეს შტატი რა. სახლებში ცხოვრობენ. ამათი დედაქალაქი აბაქუე და საღამო ხო, კი, რაღაც კი გამახსენდა, მაგრამ ნარკომანებით არის სავსე, ეს კი ყველაზე დიდი, აი აბაკუეში რო გახვიდე საღამოს, სულ აი დაბოდიალობენ ეს დაავადებული ხალხი და რა თუ მოხდით ალბათ მაგათაც დავაფიქსირებთ.
ამ პატარა შტატი არ არის ნიუ-მექსიკო, მგონი როგორც ვიცი მეორე თუ მესამეა სიდიდით. ხო ტეხასის შემდეგ მეორე ადგილი უკავია სიდიდით. თუ მონტანაზე. არ ვიცი, ერთი დიდი შტატია და ესეთი სულ დაცარიელებული და ესე მიგდებული შტაბეჭილებას თოვე. მიგდებული შტაბეჭილი მიგდებულია რა. ათუნა მაგას ლაპარაკი. ასეთივე პრობლემა გახსოვთ ლუიზიანაში, როგორ მიყვარს ლუიზიანა შტატი, მაგრამ იქ ნავთობიდან გამომდინარე ეკოლოგიური კატასტროფა მიიღეს. და იმდა წავიკითხე ვითომ ელოდებიან, რომ აი ბუნებამ გამოასწოროს, მაგრამ კი დაშიდება ერთი 50, 100, 200 წელი. და აქ ამ შტატში ეს რადიაცია როდის გაიწმინდება? ვინიც ძველი სისინი, აი ძველი მანქანები, ეს მიგდებულია რა, ფაქტობრივად იყო რაღაცა ცხოვრება და რაღაცას აკეთებს რა, ეს ზუსტად მაგ სიტყვის ნიშნობით რაღაცას აკეთებს, მაგრამ აქტივობას მე ვერ ვამჩნევ რა. ეხლა ბიჭები გადიან ხოლმე ძირითადად 40-იანით ის 40-იანი გზა, მაგრამ ჩვენ ახლა მოვდივართ ასეთი ლოკალ გზებით და აქ უკვე ძნობ რომ აი რა კატასტროფაშია ეს შტატი თავისი დასახლებით, თავისი შენობებით და ასე შემდეგ. კარგით, აბა მეგობრებო, მგონი ვილაპარაკე და არ მინდა რომ დაგალო და დაგემშვიდობებით და იმედია უფრო საინტერესო ვიდეოში შევხვდებით ერთმანეთს.